სალამი. მოგესალმებით. ბოლო კვირა დაიწყო ამ ზაფხულს არა, მაგრამ ზაფხულს წინასწარვე უხდი ბოდიშს ალერგიული რინიტი მაქვს და შესაბამისად შეიძლება ხშირად მომიწიოს. ბოლო კვირა დაიწყო და ერთ ძალიან აპერატივი მაქვს რა. ნახეთ ჩერგო რას ამბობს ძალიან მაგარ რაღაცას ჩერგო იმით არის კარგი, რასაც ფიქრობს, რასაც ესენი ფიქრობენ ლიბერდებილები და ნაცდებილები. იმას ამბობს. გაუშვათ და არავის არ ეგონოს რომ აი რეჟიმი არაფერს არ თმობს, ვინ თმა გადაფითმობდა რამე, საიდან უნდა გადავდიო, კითხულობდა, თანამდებობაც არ მაქვს. თუ რომ მილოშევიჩი თმობდა რამეს, არავინ არაფერს არ თმობს, პირდაპირ ინგრევია. ესეთ ხო, ესე იგი, მაგარ შეადარა საღოლ. უნდა დაგბომბონ, ითხოვს დაბომბვას პირდაპირ, ჯარების გადმოსხმას, სხერბლს სამოქალაქოს პირდაპირ დაინგრა. ანუ მილოშევიჩიც, კადაბიც პირდაპირ დაინგრა. ოღონდ, რა თქმა უნდა, მრავალ კვირიანი და მრავალთვიანი სამხედრო ოპერაციები უძღოდა ამას წინ. არა, ჯერ საერთოდ კადაფის შედარება, ჯერ თვითონ როგორც გეოგრაფიული, მერე როგორც პოლიტიკური, საერთოდ აი როგორ შეიძლება, ხო? მნიშვნელობა სხვა რამეს მივანიჭი აქ. თვითონ როგორ ესმის, როგორ გვადარებს, როგორ ესმის რეჟიმის ჩამოშლა. თავისით. ოღონდ მხოლოდ ამერიკული ჯარი კი არა, ფრანგული, ნატო რა სრულად. და რომ დაეთრიათ ნავთობი და რა დღეშია დღეს. სერბია კიდე გასაგებია ევროპაა და რაღაცა და სხვადასხვასაც არ არის დასავლურ ბანაკში სერბეთი და თვითონაც იციან კარგად. მაგრამ ლიბია რა დღეშია დღეს რუსების, თურქების ამერიკელების და რა ვიცი ყველა 1000 ჩინელების 1000 ჯურის ადამიანების ასპარეზი არის. ხო, აი ეს არის ეს. კი ბატონო. კარგით, ნუ ვიცით უკვე რა უნდა საქართველოს სერიოზული პასუხი. აი, ბუბას სანიკიძე გავუშვი. ბუბაზი, ბატონი ბუბაზი. უფსონ. გესმით ჩემი? კი, გვესმის სამწუხაროდ განათების პრობლემა შეიქმნა, იმედია გასწორდება. მანამდე გასწორდება, აი. რაღაც ბრელიდან თუ გაისმება, ჩემი ხმა უფრო სახიფათო იქნება. აუ, მაგრამ თქვენი ხმა ისმეს, ბატონ გუბას. ამიტომ ამ პროცესში თავარი ეგ არის, რომ თქვენი ხმა გვესმის და თქვენი საუბარი. ეს ამ თავარი კი. კი ბატონო, ეს ნამდვილად თავარია. აი, გამოჩდით. მე მგონი აღდგა ხო ახლა? კი ბატონო, კი. ხმა არ საერთოდ. ხო, და ამიტომ ეს დიდი პროცესი იწყება, ამიტომ ძვირფასო ქოცებო მოემზადეთ, რა შეხება ქოცა მოგჩევენ 305 ხო? ნახევარწუთი. შეხედე, შეურაცხყოფა. ვინ არის საშუალო არითმეტიკული და საშუალო სტატისტიკური ქოცი? ეს არის უმეტესწილად მამაკაცი, რომელიც არის უსაქმური. ხო, აი ბიჭო მააცაიდან გაიჭდა ბნელეთიდან ბნელი მართლა რა კუნაპეტი და ვიზუალურადაც სწორი იყო რასაც ბიჭო რა სასაცილოა ჩემი დედავატირე ხო ანუ ბუბას ანიკიძე არის ადამიანი რომელიც ქოცი არისო ჩვენ გვიწოდებს უსაქმურებს ხო საშუალო სტატისტიკური ქოცი არის უსაქმური ანუ აქ ჩერდება თორე ალბათ დაამატებდა კიდე რომ არის გაუნათლებელი სოლს ამუშავებს ქვეყნის გარეთ კი ბატონო არა აქვს ეს ადრე ნათქვამი რა თქმა უნდა და ეხა ამაზე რომ ვინმე ერთი წაადოს, მაგრამ მე იტყვის ის არისო, ხო და უჩვეულობის სინდრომი. წაადეს კი არა, გააგდეს. იქიდან პანჩურის და დედის გინებით და გააგდეს და წავიდა და მეორჯერ აღარ გამორჩენილა იქ და არ დადის. ჭიჭიკიას და დათვის ურთიერთობა. ჭიჭიკია და დათვის ურთიერთობა რა გეშინიაო დათვისო და რა თქმა უნდა არაო, რატოო და რა ვიცი დათვი რესტორანში არ დადის და მე კიდე წესიო და არ დადის ეს კაცი ისეთ ადგილებში, სადაც შეიძლება წაადონ და. მაგრამ სხვა შორის ის არის რა ქვია პარლამენტში უფრო იმიტომ აღარ დადიოდა, რომ ტალონები აღარ ქონდა იქაური ბუფეტის და ხო, მეორე აი ძალიან საინტერესოს ამბობს, გავუშვით ახლა ნახე უყურე, იმუქრება. რა შეეხება ძვირფასო ქოცებო ევროპაზე თუ გული წყდებათ, განაგრძეთ ევროპელების გინება და მიიღებთ დინგში. ასე იქნება. დინგში მივიღებთ დინგში ეს იღებს ძირითადად და ვისგან მივიღებთ? მისგან მივიღებთ დინგში. ესტონელებისგან. ესტონელებისგან მივიღებთ. ესტონეთი ხო სუპერსახელმწიფოა ზესახელმწიფო. აკოშანავებს გამოგზავნის შავში მართალი. ის ბიჭო ის ნახე. ხო იცი როგორ ხედავს ადრე იყო ეგ ლიბერალების
ტრენდი, მიმი რა, როგორ ხედავს ქართველი ვაჟკაცი სოფლიოს რა და უკანონო აღწევ რუმინელები, ბოშები და რაც იცის. ხო, ნაშები და რაღაცა რა, მარტო ის ტრეიდმარკები თუ რაღაცა რა, რაც იცის და ეგეთი გააკეთეს, ეხა ჩვენებმა რა, როგორ ხედავს აკაცუკი ევროპას და მთელი ევროპა გონია ესტონეთი რა. ესტონეთი. ესტონეთი არის ძალიან დიდი და სუპერ სახელმწიფო, სერიოზული შეიარაღება. უნგრეთიც მაგალითად, თუ უნგრეთი არ არის ევროპა. არა, უნგრეთი არ არის. რამდენი ატომური კომბინი აქვს ესტონეთს? ესტონეთს წყალქვეშანავებზე აქვს განთავსებული და ემუქრებიან, ხო, ნუ ამასობაში მე ახლა კადრი ვნახე. კიევის რადიო ქარხანა, სადაც 4 დღის წინ ემისარი იყო ტრამპის 23 დრონით დაბომბეს. 23 დრონით. ანუ ძალიან ცინიკურად მისცა ტრამპმა 50 დღე, რომ ამის მერე მეო დავიწყებო დახმარებას ეფექტურს თუ ასე შემდეგ და ამასობაში საჰაერო თავდაცვა ჯეიდის გაპრეზიდენტებაზე რა აზრის ხარ? დადებით. რამხელა ალბათობა. ძალიან დიდი. ვადაზე ადრე. ვადაზე ადრე. ტრამპმა რო გადააბაროს. არა. ამოვრიცხაო ტრამპმა გადააბაროს. არა, მაგრამ შეიძლება ვეღარ შეძლოს. ანუ ტრამპმა ძმაო ჩელსის მედალიც კი არ ჯააბარა. ჩელსის იმას გადააბარებს. მაგრამ თქვენ თუ ნახეთ ევროკავშირმა რომ რუმინეთს, რომელსაც გაუუქმა ნამდვილი პრეზიდენტი არჩევნები, ანუ პირდაპირ გრინჩები არის წაართვეს. პატიმრობაში გააშვებინა მილიარდი რო დაუმტკიცა. ჯილდო. რაზე, ანუ თემა რა არის, რაში უნდა აითვისოს რუმინეთმა მილიარდი ისიც არაბული ქვეყნებიდან მიგრანტების ასიმილაციაზე რუმინეთში. ხო, არაბული არა. ხო, სირიიდან და ალღას ხვდები, რამხელა ტალღა უნდა მიაღებინო. სხვა შორის ჩემი ღრმარწმენით იმედია. რუმინელი აღარ არა, იმედია რუმინეთში. მოლდავეთში გადასწრა. მე არაკორექტულს არ ვიტყვი. იმედია, მაგრამ ჩემი ღრმარწმენით რუმინეთს ვერაფერს ვერ დააკლებენ. დახვდებიან კაცურად. მაგრამ შეიძლება ის დუხი აღარ არის, იცი? ბიჭო არის, როგორ არის? არის. მოლდავეთში გადააგზავნიან ზოგიერთს და ისინი დიდი სიხარულით მიიღებს $1. გახსოვს ის ფილმი რო არის? დოლარი რომელიღაც ბრატისლავაში სასტუმროში რომ დოლარს მისცემს და ევროტურში და სილას რო გააწნავს. მეტოდელი რა, რომ ჩემს სასტუმროს ვსნიო. მაგრამ ეგ ევროტურში ძალიან არასწორად არის გამოყენებული. მოდი გავუშვათ კუბასანიზე, ამასობაში არ მივატოვოთ, იმიტომ რომ მაგარ რაღაცებს. მაგარი ქალაქი რა. იმაზე უკეთესია. უკმაყოფილო ხალხი გამოდის ქუჩაში, თვით ორგანიზებაზე გადადის და თავისი მარსით და თავისი წონით და თავისი შეუპოვრობით და მრისხანე გაბრაზებული ხალხი არ ყოფნის. გამძვინვარებაა სახელი. თვითონ გავთიშოთ, აი გუბაზე მაგარი რესპონდენტი ვინ უნდა იყოს. თვითონ არის გამძვინვარებული ლობი ეხა რა. ხო, ზვინვარებულბოზე. გაბრაზებული არა, გამძვინვარებული, ხო? გამძვინვარებული ლომი გელაპარაკება. ეს არის უფრო ამძუნებული კი ბატონო. საოცარი თვისება აკუტიფრობს. და იმაზე მასა, წონა, მოყარშული, მოხრაკული რატო არ გადავიდა? აი, უბრალოდ ზის ახლა სახლში გამძვინვარებული უნდა იყოთო და პროსტა ქუჩაში წყლის არ ყოფს. რომ თვით ორგანიზებაზე საუბარი, ეხლა შაბათს არ ხონდათ გრანდიოზული აქცია? და რატო რა მოხდა? არ გააშუქა ტელეპილოტი, რომ ხაზარაძეს ხო არის. ხაზარაძეს ხო უნდა არჩევნებში მონაწილეობა და ამათ ხო აშენო მაგიტო იყვნენ ესე ცოტა? არა, არ გააშუქა და დასხეს. აი კი ეგ ვნახე. ანუ მე ვიღაცები იცავდნენ ლიაკა. ხო, დასხეს, იმიტომ რომ რატო დასხეს? ცი რომ არ გააშუქეს. იმიტომ რომ არ უნდათ რა ეს ბოიკოტი რა და ბოიკოტის მომხრეებს გააკეთეს აქცია და ნუ ერთმანეთში ისეთი რაზმორკები აქვს. დიანას აგინა ჩერგომ. და ჩერგომ უთხრა მზექალა ხარო. მზექალა ხო, მაგრამ ანუ უყურე მაგ აქციას და ძალიან დიდი ტრაფია რა. ორი კვირა ჩალიჩობდნენ ხალხი რომ შეეკრიბათ. ორი კვირა ამბობდნენ ეს უნდა იყოს ყველაზე დიდი აქცია, რაც საფხული დაიწყო და ხალხის გაზაფხული ვერ დადგა მას შემდეგ და ამ ახალხის დღეს რა წამოაწიეს ევრობიუროკრატებმა. რა. ხო. მოტა იმაზე რომ ლეგიტიმურად ავსნობთო ქართულ ოცნებას და მაინც ბიჭო აი გაწიე გამოწე იყო 1200 კაცი. რატო? გაყავლი გაუვიდა ყველაფერს და იმიტომ არავის არ ჯერათ. თავის მომხრეებსაც არ ჯერათ. იმას რასაც აკეთებენ და ცხელა პროსტ. გაბდა პლუს ცხელა რა თქმა უნდა. და ხა ქვეყნის გარუსებასაც სიცხეს შორის გულბოზის შვილი გაუშვათ? ბეიბი გულბოზი და ხო, გაუშვათ.
აი მაგარს ეს რაც შეეხება ზოგს უფრო ქაოტურად და არა ხელშესახებად ეჩვენება და მაგიტომ გულისხმობ რომ ხართეძოზე წამოწალადაც ეჩვენება მაგრამ იმის შემდეგ არაფერი არ გაუკეთებიათ უბრალოდ უპასუხოთ ხართეძოზე წამოწოლოს არ გავარმე აპოფათიხურად კი არა მოდი თქვათ რეალურად ამოხედა გააჩერე ხართეძოზე წამოწოლოს არ გავარმეო და იგი ტაბულას კოლექტივია შეგრებილი ბიჭო ტაბულა არსებობს კიდე თქვათ შორის რაუცნაურია რა ეს ის არის რა თუმში ტაბულელები პირველი ტალღის ტაბულელები არიან ესენი ორთოდოქსი ჩერგოლეშვილის და გრიგოლიას კამათი ხო საინტერესო იყო მაგრამ ეს რა კამათია ხო რაღაცა ქალური თემა აქვს კიდევ გავერთოთ უყუროთ საფულია კი აბა უკეთეს რა ნახე მესევა მე ამიტომ მოგეუბნება აკონტროლოთ რომ არ ნახაჯოთ იმაზე რაც არ უნდა სახაჯოთ თამარ დამიტოვე ფუფლება რომ იმაზე დავსვა კითხვა რაც იმომენტში თქვენ ნუ ინერვიულებთ მე რომ მე დავსვა თქვენ ნერვიულებთ ეხა მე არ მინერვიულია რა უნდა დავწერო ლაპარაკობთ ხო არა არ მინერვიულია თქვენ აკონტროლებთ დროს ინგა ეს რაც ხდება თქვენ ჩერგო არის სწორია არა სერიოზულად რო ვთქვა როგორი ტექნიკა აქვს იცი ეს შეურაცხყოფას მოგაყენებს და ვითომ ახალ თემაზე კაი დებილობას ამბობ გადავეც ჩემ ანუ ჩვეულებრივად უზრდელი აღზრდის პრობლემა არა ეს თავისთავად მაგრამ სწორს უზრდელი გათახსირებული გლახა კალია გლახა შევეცი ამბობ დიდი ბოდიში ეთერში და ანუ უზრდელი არის ყურები უნდა აუწია და გახსოვს ჩემთან ეთერში არა მართლა დებატებში რო წკა ჩემთან ეთერში 5 წლის წინ ჩაერთო ვიცი მახსოვს სალამური კეთდება და გასაგებია რა გინდა კაი რამე თქვი რომ როგორ ლაკასგან მერი არ გამოვა ისე ისგანი სალამური და ეს როგორ იკადრე ეს რას უძდელო და იმის მერე არ ვიცი ესე რეკორდი მოხსნა რა იმინა ტუებით სავსე უნდა ალი არის ბიჭო იმითი რა გინებო რა ჩემი თვით გამოხატვაო და ეგ მერე გახდა ეხლა ხო გასაგებია როცა მაგრამ ამ შემთხვევაში ინგა რომელიც უწუნებს დროზე ხო ეხლა თუ წამყვანი ხარ და მოდერაცია შეუნდა გაუწიო დროც შეუნდა აკონტროლო ინგა ვაფშე სულ თქვა რო არ ავიწყდება მადლობელი არ ხარ ბიჭო არიან რა გინდა რამდენი რამე შეძლოს ეხლა არიან ნაცები და არიან ფუნდამენტალისტი ნაცები გიაჭანტური არის ესეთი აი გაუშვით ნახეთ რას აქვს ема საერთოდ ამბავი ბოდიშვილი მესმის ძალიან კარგად ხო გავსაგებია კი ბატონო მიუხედავთ იმისა რომ ცოცხლები დადგმული იყო დიახ ციხეში ბევრი ცუდი რაღაცა ხდებოდა მაგრამ ესე იგი ეს თემა გადაცდომ პატარა გადაცდომები ეს თემა არ შეიძლება მე მგონი აი უბრალოდ მე ცადე მაგალითად ჩარკვიანისთვის მეჩვენებინა კასრის კადრები და ჩარკვიანისთვის რა ვაფშე რატოცადე ქალი თვითონ დადიოდა და 18 წლის ბაბა ბიჭო პაუებით გაუპატიურებს თვითონ ყვებოდა და აი ეს კიდე ცალკე უნარია სექტის უნარი რომ ვაფშე არ შეამჩნიონ რაღაცეები რა ბიჭო არა ესენი ამჩნევენ თუმცა ემპათიურობა არ სწუდება მაგას იმიტომ დადგმული იყო არა შეხედე შავა ვაფშე ციხის კადრები არის ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო кейსი ფილოსოფიური кейსია რეალურად ძალიან კონცეპტუალური საკითხია ჩვენ მარტივ თითქოს უფრო რაღაცა სისტემური ძალადობა და ამ კონტექსტიდან აღარ გავდივართ თვითონ ეს გამპრავებლები იმ პერიოდის ხო ბოლო ჟამის გამპრავებლები მიშასი არიან ძალიან საინტერესო მოვლენა მაგალითად თეა თუთბერიძე მე მახსოვს გადაცემაში იჯდა და ამბობდა ბოლო არა ბიჭო ბარიგის მიერ გაუპატიურებულ ადამიანს არ ჯობიაო რომ სახელმწიფო ოფიციალურად ასევე იყო ეხა ეს თამარ ჩერგოლეიშვილი მაგარი ის რო აქ რო პანელზე ხილარის და ვიჯექი და რაღაცა პოლისები და ძალიან პროფესიონალიზმი და ტიპი იყო ბიჭო აბუგრეიბს ადარებდა რომ ეხა იქაც მოხდაო და სისტემო ანუ ჩვეულებრივად აპრაულებდეთ ანუ პოზიტიურ კონტექსტში ადარებდეთ რომ ჩვენც ვადარებთ აბუგრეიბს ის ამბობდა რომ კაი იყო არა ის ამბობდა რომ აბუგრეიბიც მოხდა მაგრამ ეს ხო არ იყო სისტემური ნაწილიო და ყველგან ხდებაო რა ბიჭო ჩვეულებრივად ლევა რამიშვილი და ესენი ჩაერთნენ რაღაცა ცოტა მეტად ინტელექტუალურ დაპრაობაში თეა თუთბერიძეს ხო არა თეა თუთბერიძეს მეგის კარდავას რა უნდა გაეპრავებინა ხო თეა თუთბერიძეს თავისუფლების ინსტიტუტის აუ ჩვეულებრივად თამარ ჩერგოლეიშვილმა ყოველთვის უნდა იცოდეს რომ მეგის კარდავას ის არის რა ქვია დაქალი რა დამპრავებელი ხო ანუ ამ პოლიტიკურ ჰიგიენაზე რომ ლაპარაკობთ ცოტა სუფთად მინდა ყოფნა ჩვეულებრივად ბიჭო მეგის კარდავას პაძელდიკ იყო ერთად აწამებდნენ ბანდას იყო გამკეთებლები შემსრულებლები იყვნენ იდეოლოგები და ასევე იყვნენ გამპრავებლები აბა ერთ-ერთი ყველაზე და კარგად გვაქვს გირგულიანის საქმეზე
ბოკერია როგორ აправებდა კი და სხვა შორის კარგად გამოსდიოდა ეს გაправება და ხო და რაც შეეხება ამ ციხის კადრებს ბიჭო ნახე რა არის ყველა მიცის რომ ეს მოხდა და გულის სიღრმეში ამას ვერ ამბობენ თორე ფიქრობენ რომ რატო უფრო არ დასწავდა მიშას მიხვდი ეხა ის ტრენდიც ხო წამოსულია რომ ნეტა მიშა დარჩენილი იყო ისეთი რა ლიბერალების მხრიდან ვითომ ანტიმიშისტებისგან არ არის ეგ ტრენდი მე მგონი არა ლიბერალებისგან თქო ლიბერალებისგან აქციებზე მაინც უხურებენ იმათ ვისაც მიშას სურათი ეგ კადრში ხო ესე ანანაირი არა ხო კადრში უხურებენ კარგი განსაკუთრებულად გაგვაოცა ირაკლი ტაბლიაშვილმა მისი ყოველი გამოჩენა ჩვენს ეთერში არის ზურმუხტი წყალს რო სვავდა იმის მე კიდე უფრო მაგარია ხოთ გავუშვათ რეჟიმს ვერ იცავს და ვუყურებ რა უტიფართა არაბზადობას სწორედაც რომ უნდა გამოგიტყდეთ ყოველდღიურად მირთულდება ოპტიმისტური სიტყვებით თქვენი გამხდეება ქართული ოცნება დაბარცხდება დამთავრდება დაემხობა წლები ამას გავიძახი მე და თუ რომელიმე თქვენგანი მომიტრიალდება ახლა და მკითხავს აქამდე რა არ ახდა შენი რით ვერ ახდა შენი პროგნოზებიო რაღა დაგიმალოთ და პასუხად ბევრი არაფერი მექნება სათქმელი 19 ივლისის მდგომარეობით მართლაც ასია ჩვენ ვამბობთ თუ გნებავთ ვიტყვი ასე ხებთ მეთქი მათი კარავანი კი ჯოჯოხეთში მიაქანებს ქვეყანას დიდი მადლობა აი ესეთ სიმართლე ხანდახან საძი არის ანდაზა აი ზუსტად ეს შეფევა მინუს ჯოჯოხეთს პასარი ნუ ჯოჯოხი მაგათვის ჯოჯოხეთში კი ბატონო მაგათვის ჯოჯოხეთში კარგი ანი წიტლიძე თუ შეიძლება ეს ყველაფერი არის ჩვენთვის ძალიან დიდი შესაძლებლობა იმისი რომ ქართული ოცნება ისე დავასუსტოთ რომ საბოლოოდ ჩამოვშალოთ ამიტომაც ეს ამ თავდასხმაში არაფერი ტრაგიკული არ არის ნაციონალური მოძრაობა მით უმეტეს ახლა ხორძო იმდენი ვართ ამაში გამოცდილი და გამოგზავნილი და მით უმეტეს ვიცით რომ ჩვენი სიცოცხლით მზად ვართ რომ ამ ყველაფერში ბოლომდე ვიბრძოლოთ პირიქით ეს შესაძლებლობა რაც ახლა ქართულ ოცნებაში ხდება და ეს ბრძოლა ყველამერთან უნდა გამოვიდეს აი ამ ბოდიში დიდი ბოდიში აი ამ ვიდით ძალიან ბევრს ბედავს სხვა შორის ეს და ამას და ორ ჭლენს შორის რო არის გადაცემა ერთ-ერთ წამყვანს შორის მოხდა სერიოზული სტიჩკა და ამასთან ხო ის დაებუქრა გაუპატიურებით თუ არ ვცდები არა ტულაიაზეა ლაპარაკი და ორალური სექსით დაებუქრა მართლა ბიჭო უცნობია ადამიანები ტულაიას ოჯახის წევრები არ არიან ძალიან დაზარალებულები არიან მიშასგან და მართლა რაღაცები რო თქვეს ტულაიას ოჯახზე ოჯახის წევრი თუნდაც რეალურად ვიცნობთ არ არის შორებელი ასე ვთქვათ რა და ნუ ეს ხო ხდებია რა გაგიშთა რა ანუ თუნდაც ყავს მამა თვითონ თქვა რომ თუნდაც ამყავსო და ეს წამოაძახა ასე ვთქვათ რომ მეო შენო ორალური სექსი დავყავდა ძალიან მაღალი ინტელექტუალური მატერიის აი ესე მოხდა სტატუსი ჩავაგდე და ახლავე მე მგონი არ იქნება ურიგორო დავიკითხოთ თეიონა ბაღდავაძე ხოცი მორალურად და სოციალურად ცვედანი ამორჩეველი ცხოვრებით ყველანაირი ადამიანური ღირსებას არის მოკლებული. ხან ძაღლის ეშინია, ხან ძველი ბიჭის დედანცოლი უგზავნის საჭვლის ფულს, მშობლების დატოვებულ. ანუ ძაღლებს ხო ეხა კანონი და რეგულაციები არის, ხო, მაგაზე ლაპარაკი და შესაბამისად ძაღლების ეშინია ეგრე. ძველი ბიჭის რატო გვეშინია? ანუ 100 ძაღლი რო ქალაქში ბაჭა ლიბერალების შემკურე ჩვენ უფრო გვეშინია ძველი ბიჭების და ისე მიდის ამ ცხოვრებიდან და არაფერ ღირებულს არ ქმნის. აქვს ერთადერთი ღირსება უკანალი დასაზავი და ამიტომ რეაგირებს ცოცხლების და გათხოვების თემებზე ესე წვავი. იცი რა მაინტერესებს? არა, აიო და ხო ის არის ბორხეს და ბოსხი. აი, ჩემი ფავორიტი არის ბორხესი. ბიჭო, ბორხესის ნახატი არის. შეიძლება ძალიან აიგდეს ეს უკანალის დაცვა. ძალიან აიგდეს და მაგას თავი დავანო. ესე ნუ მაიმუნობთ. თორე თქვენ და ღირებული ტაიოდას რა აქვს შექმნილი. მაგალითად, მარკეტინგული კამპანიები აწარმოა რისი. აიფლის ბურგერის რაღაცა მე მგონია H&M-ი გახსნა ეს მთავარი მაინც ლოგიკოს ტრაქტატოს ფილოსოფიკუსი არის რომელიც სულ რაღაც 3 წლის წინ გამოსცა ლათინურ ენაზე ძველ ლათინურ ენაზე და თქვენ იცით ბორხესი ჩუბჩუბად რო ხატავდა და ამას აქ ეს არის დილერი ბორხესი შეხატრო როგორც ორიგინალი არ შეშლია
ეგეთი შეცდომა თუ ეგრევე ასწორა. კი, ამას დაასტატუსა, ეგ სხვა, დაასტატუსა, ზეპირ სიტყვიერობაში კი არ შეიშალა. დაასტატუსა. თორე, რა თქვა? რაღაცაზე ამბობდა რომ გარჩე ესეთი საშინელებაო, იმაში ბორხეთის ნახატებში წახდებაო რა. ხო, გასაგები. მაგრამ აქ თავარი რა არის? ამას აქ სტატუსი ეხლა, ხო. ანუ დიდი ალბათობით გვიყურა. გუბაზე რა კომენტარიც გავაკეთეთ რომ რასაც ბაზრობენ რომ აი კოდს როგორ წარმოადგენენ რა. აი ყოველდღე ეგ დაასტატუსა ბიჭო. ხო, მაგრამ დიდი ბოდიშე, ძველი ბიჭის რატო გვეშინი? აი ჩვენ გვაბრალებენ რომ ძველ ბიჭებთან შეკრულები ვართ, ხო და რატო გვეშინია ლიბერალებზე უფრო მეტად ძველი ბიჭის? პროსტა ფაქტობრივი შეცდომაა რა. ვაფშე არ გვეშინია პირიქით. მოკავშირეები. ბევრი მოკავშირე არა, თმაკაცი 1-2 მყავს ციხიდან გამომდინარე. ნუ არ კი ბატონო. რა. კაი, ძაღლის იმიტომ რომ ისა, რა ქვია, ეხლა განვებძვით ადამიანებს. ბიჭო, არ არის გონებრივად კარგად ეს ადამიან, ყველანაირ ადამიანურ ბორხესი არის მხატვარი. ყველანაირ ადამიანურ ღირსებას არის მოგებული და აი ეს ლაზარე არის ყველა ადამიანური ღირსებით შემკული, ხო? ესე გამოიყურება. ლაზარე სხვა შორის არის ღვთის საჩუქარი. ო, გაჩერდი შენ ღვთის გუმბელოში. ხო, მაგრამ ეგეთი ღმერთი არ არსებობს, რომელიც საჩუქარით შეიძლება ლაზარე იყოს. მორალურად სვედანი არისო ხოციო, კაი, მისი მორალი და შეიძლება თქვა რომ ხო არ მისი მორალი და ნეგრეა. სოციალურად სვედანი რატოა? იმიტომ რომ სვედანიდან, ხო, არ ვიცი. არა, ეგ ძალიან ფსიქოანალიზს საჭიროებს ეს. მეგონი კარგად გაარჩევდა ამას რომელიმე კარგი ფსიქოანალიტიკოსი ამას ბორხესი გაარჩევდა, ხო, ფსიქოანალიტიკოსი იყო. ხო, ან ბავშვად ხო, ფროიდი გაარჩევდა ამას და რაღაცებს ურჩევდა რა, იმიტომ რომ კაი, არ გვინდა. კაი, სალომე სამადაშვილი გაუშვათ. სწორედ იმიტომ რომ ევროკავშირი უფრთხილდება ქართულ ხალხს და არ უნდა რომ ქართულმა ხალხმა დაგარგოს ეს შანსი, საკმაოდ კონსერვატორული მიდგომით მიუდგნენ რა უნდა გაკეთდეს, რომ არ დაგარგოთ ჩვენ ვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა. ეხლა ამაზეც როდესაც უარს აცხადებს ეს არალეგიტიმური ხელისუფლება, თუ ვინმე კიდევ ვერ მიხვდა დღემდე, რომ ეს ხალხი არის პირდაპირ რუსული დავალებების შემსრულებელი და მათ უბრალოდ არ გვინდა რაკურსი გაასწორე. ძალიან საინტერესო რაღაცები ხდება ამერიკაში. ამერიკაში უშიშროების მინისტრმა პირდაპირ deep state ახსენა რა თქმა უნდა. ტულსი გაბარდმა. უშიშროების მინისტრმა მეგობრებო, არა ვიღაცამ კი არა, ჟურნალისტმა, ტაკერ კარსონმა. და განაცხადა პირდაპირ, რომ იარლიყი რუსეთის მონა, რუსეთის აგენტი გამოიყენებოდა პოლიტიკურ ბრძოლაში. და პირდაპირ ობამას დაადო ხელი და ამის ორგანიზებაში. რო ტრამპს როდესაც პირველ ვადაზე აუგორესო ამბავი რომ გამოძიება და რუსული ჩარევა და მაგით გაყალბებაო, ხო, მაგას აკონტროლებდაო. როგორც მე ტრამპს უყავს ხოლმე თქმა, ბარაკ ჰუსეინ ობამაო. ხო, გასაგები. და ეგეც თქვენ deep state-ია ჩვენ. ეხლა სტაიონა ბაღდავაძის ნაირი ლიბერალი გონება შეზღუდულობების ხო deep state ჩვენი მოგონილი რაღაცა. რუსი გაბარდი რა თქვენ რუსეთის აგენტია, ხო? მათთვის. ის არის რა ქვია რუსეთის აგენტი და პუტინის მარიონეტი, გაზპრომის მარიონეტი. კაი, ეგ დელაკა ერთი მიდან კაკო ბობოხიძე გავუშვათ მეგობრებო. ალეკო ელისაშვილმა ორი კვირის წინ თქვა რომ ლეგვის ფოთოლი არ ვიქნებიო, ეს ტერმინი იხმარა. ლეგვის ფოთოლი ხო იცით რა არის? სიცხვილის და სასირცხოს დაფარვის საშუალება, მაშინ როცა სხვა საშუალებები არ არსებობენ. და დღეს არ მოჩნდა მის ლეგვის ფოთოლია. მე არ გამიკეთებია შეფასება მან გააკეთა. ვიღაცამ თქვა რომ ის არის რა ქვია ბიზნეს თამაშია ეს სასირცხო ესე იგი გავაჩერდეთ ამაზე გავჩერდეთ მეგობრებო ბიბლიური სიუჟეტის რა ორიგინალური განმარტება გააკეთა ლეგვის არ საშუალებები არის ხო ხოთები ანუ რაღაც მოხდა რუსიკი არისო ედემში არისო რუსიკი და როცა ვაშკი შეჭამეს ლეგვის ფოთ ძალიან საინტერესოა იაგოველი ბებოროყვება გახსოვ ბიბლიას ხო ძალიან კარგია ადრე ვაი ვიდეო სტარი რო იყო ის არ მოხს ადამიანად ხრაო რომ არ გახსოვს 8 პარტია რაღაც არარსებული 8 პარტია ოღონდ აქ მეგრელი ბებოროი ჩერგო და იქვე უზის კაკობოხიძე დედა და შვილი და ყველაფერი აგინეს ერთმანეთს ლამის ესროლეს ოღონდ ხა ერთად ხედან და რაღაც იმის ეგიდის ქვეშ მადამ დე პამპადურის ეგიდის ქვეშ და რაღაცა ბოიკოტზე ლაპარაკობენ
რვა პარტია ვართ ოღონდ იძახიან რა. ხო, ჩამონათვალი რა არის ამ რვა პარტიების? სიმართლე გითხრა, არ ვიცი, იქნება მოგვაწოდონ რა გუშინ. რვა პარტია და 7 ადამიანი. ხო, ეგრეა. არა, ერთი ადამიანი ორ პარტიას წარმოადგენს. პარტია არ არის, მე მგონი, რატო დაარქვეს პარტია, არ ვიცი. თავისუფლების მოედანი გაერთიანება რო არის, ხო იცი? სიცხვილია სპონჩი რო მაიდანი რო დაერქვიათ პირდაპირ. თუდი ასოციაციები მათი აზრით, ხო. კრევო არ არის? კრევო სად არის? კრევოს დაულა იქა ჯეიდის გარებიძაშვილმა და ეგ ტვიტი. არა, ბოლოს ხო კიმ კარდაშიანს დაწყო კრევო, მაგრამ ხო? კიმ კარდაშიანს დაწყო. გადაწყდა? ეგ არა, რა დაუშავა? აღარ მახსოვს რა თემა რა იყო, რა გავიხეთ გადაწყდა. არ დაყარება პიკასო. კიმ კარდაშიანი აღარ ჩნდება. კიმ კარდაშიანს დაუშვა კრევო. კიმ კარდაშიანმა დაიქირავა დიდი მარკეტინგული ჯგუფი, რომ ეგა კრევოს უნდა შევუტიო. თქვენ ყოველთვის გიყვართ, ჩააგდე, მოიცა, ეხლავე თავისუფლების მოედანი, ევროპული საქართველოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, სტრატეგია აღმაშენებელი, ახალი სტრატეგია აღმაშენებელი, თავისუფლების დროა ფედერალისტები, სერიოზული კომანდა. სტრატეგია აღმაშენებელი, საკაი არჩევნებში ხო ახალი იღებდა მონაწილეობას, მასში შედიოდა გირჩმენთ თავისუფლება, დროა ეხა განიშნავდნენ და ბევრი გამოჩნდა. შეიძლება, როცა უნდა გაიშლებოდნენ. გაფართოების მაგალითად ხალხი შეიძლება, მათი საერთო ჯამური პროცენტი იქნება 3. 2. და თავისუფლების მოედანი ეგეც რო გითხრა რა. თავისუფლების მოედანი არის გაერთიანება. ხო, ვინ ერთიანდება თავისუფლების რომლის ლიდერი არ ვიცით, არსებობს ლევან ცუცქირი და ვინმე, რომელიც იცის გურამმა და ჩვენ არ ვიცით. ვინ არის ცუცქი? ცუცქინიო. კი ბატონო. მოდით გავუშვათ გედემაფობხაძე. რომელსაც საჯარო პირობა აქვს დადებული, რომ ტყვიას არ გაისვლის. და ტყვიას შულს შეუშვა. ბადრი ჯაფარიძე დღევანდელ წერილში წერდა, რომ იმიტომ ჩაგვსვასო ჩვენო ციხეშიო, რომ უარი გვეთქვა ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობაზე. ანუ ეს არის ბრძოლის ველი და ეს ბადრი ჯაფარიძე. ყველს ამბობს ბადრი ჯაფარიძე. მაგინი ჩასვეს იმიტომ, რომ მაგათ ჭირდებათ, რომ მაგათ მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. რა გაიგებდეთ? ანუ კარგად შეიძლება თქვი თქოს? არ ვიცი, ხო, ვერავის თავს ვერ დავდებ. ეს ხარშე ძალიან მომწონს ქართველი კარგად მითხრა. ძალიან მომწონს ქართველი ჟურნალისტის აი ათამაშევის შემცბარი თუ ბადრის ტყუის და ვერ გავიგე კარგად. თუ მოგახაზარაძე ოჯახებს ასახლებდა. იგორ გრიგოლიას კონდა ეგეთ და აქვს ეგეთ საზარელი მარინა, რომ თქვი დაასახელეთ. სახელი და გვარი გითხარით. არა, არ გეტყვით ის რაღაცა იწყებს და არა ესე როგორ გამოვა თუ არ იტყვით. კი ბატონო. აი ანა ბუჩუკური რომელიც იღებს და აპრავებს არჩევნებში მონაწილეობას თვითონ იღებს და ეგეც გაუშვათ და დავასრულებ. ჩემი მიზანი არის რომ ამუშავებელი არ დავტოვო მარტო და მათ შორის მე ვარ პარტია და მაქვს ის უპირატესობა რომ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა გადმოვიბიროთ ოცნების ამორჩეველი ნაწილი ამის შესაძლებლობა ობიექტური მიზეზების გამო და გასაგებია ეს ხო ნაწილს თავისი სეგმენტი ყავს ამორჩევლის ჩვენ არ ყოფთ ასე ამორჩეველს ესენი რომ ოცნების ამორჩეველთან და მნიშვნელოვანია ესენი რომ ოცნების მაშინ ძალიან საინტერესოა რა აზრისანი არიან იმ მოწოდებაზე რომ უნდა გავაუქმოთ კანონი LGBT პროპაგანდისა და ოჯახის სიწმინდების დაცვის თემაზე. აი ბუჩუკურს რა აზრი აქვს? ხომ უნდა ოცნების ამომრჩევლის განმოვირება, რომელიც არის კონსერვატიული თავიდან ბლოკი. და დავასრულოთ ძალიან სასიხარულო ამით, თუ წაიკითხეთ საპატრიარქოს განცხადება, ეს ძალიან დროული, საჭირო, დიდი მადლობა პატრიარქს ამ განცხადებისთვის, როგორც ყოველთვის სწორი, სამოქალაქო, ეროვნული პოზიცია დაიკავა, ამას შეჭვი არავის არ ეპარებოდა, დაგმო ეს მოთხოვნა კანონის და თქვა ძალიან საინტერესო რამ, რომ ყველა ევროჩინოვნიკი, რომელიც მასთან მიდიოდა კონსულტაციებზე, პირობას აძლევდა, რომ აი ესეთ საკითხებს ძალიან ფაქიზად მოექცეოდა ევროკავშირი, რაც რა თქმა უნდა დაიხვა. ჩვენ ერთმანეთს ხვალ შეხვდებით, კარგად. მადლობა ყურადღებისთვის, ნახვამდის.